რა სიტყოდით თუ გეტყოდით რომ არსებობს მთა, რომელმაც 5-ჯერ მეტი მთამსვლელი იმსხვერპლა ვიდრე ევერესტის მთამ, ეს არ არის მთა, რომელსაც ახალ ამბებში ხედავთ, ან შეიძლება არც კი გსმენიათ მის შესახებ. ეს არ არის ყველაზე მაღალი მთა ევროპაში, ის არც კი არის ყველაზე ციცაბო, მაგრამ ის ყოველ წელს 100 მთამსვლელს კლავს. და ეს იმიტომ არ არის, რომ რთულია. უმეტესობა შაბათ-კვირის მოლაშქრეებისა რუკაზე ევერესტს მიუთითებს. ძალიან ცოტას შეუძლია ამ კვლელის სახელის სწორად წარმოთქმა. ეს მთა მონბლანი. მოდით გავიგოთ, რატო ხდება მონბლანი ჩუმად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო ასლოდ და რატო ვერ გადარჩებიან მასზე გამოცდილი მთამსვლელებიც კი. მოგესალმებით Extreme-ში. იყო 2012 წლის 12 ივლისი. ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და შვეიცარიიდან 28 მთამსვლელი მონბლანისკენ ასვლას დაიწყეს, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, პატარა ჯგუფებად შეკრულები. მათ შორის იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გამოცდილი მთის გიდი, როჯერ პეინი. როჯერ პეინს ჰიმალაიებში მაღალი მწვერვალები ჰქონდა დაპყრობილი. ის ბრიტანეთის მთამსვლელთა საბჭოს გენერალური მდივანი იყო და უსაფრთხოების წესებისა და ზვავებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შედგენაშიც კი მიუღია მონაწილეობა. თუ ვინმეს ენდობოდით, რომ უსაფრთხო დაგეყვანათ მთაზე, ეს როჯერ პეინი იყო. ეხლა, აი რაღაცა მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ. ადამიანების უმეტესობა მონბლანზე ასე ადის. მიხვებიან ცნობილ ბილიკს, რომელსაც სამთვიანი მარშრუტი ჰქვია. ეს ბილიკი გადაგიყვანთ ორ მწვერვალზე, რომლებიც ცნობილია როგორც მონბლან დიუტაკუ და მონმადი, სანამ საბოლოოდ მიაღწევთ თავად მონბლანის მწვერვალს. ასე რომ, როცა ადამიანები მონბლანზე ასვლაზე საუბრობენ, ამ საშიშ მონაკვეთებსაც გულისხმობენ. ჯგუფები ნელა და ფრთხილად ადიოდნენ, ყინულოვან ჰაერში ზევით მიიწევდნენ. არავინ ჩქარობდა, ისინი მშვიდად, ფრთხილად და გამოცდილად მოქმედებდნენ. მათი თვალსაზრისით ეს იდეალური დილა იყო. ისინი კარგად მიიწევდნენ მოდმარის მწვერვალისკენ, რომელიც ბნელი ირონიით სიტყვასიტყვით ნიშნავს დაწყევლილ მთას. ისინი სიბნელეში მიიწევდნენ, მათი თავის ფანრები თოლზე პატარა სინათლის წრეებს ქმნიდნენ. იმ დროისთვის, როცა განთიადის პირველი სხივი ჰორიზონტს შეეხო, ისინი უკვე 13,000 ფუტის სიმაღლეზე იყვნენ. ის, რასაც ისინი ვერ ხედავდნენ, რასაც ვერავინ ხედავდა, იყო ის, რომ მათ ზემოთ შენობის ზომის ყინულის ფენა ნელას ცილდებოდა მთის ფერდობს. დილით 5:25-ზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ის მოსწყდა. წარმოიდგინე თავი იქ ერთი წამით. შენ კონცენტრირებული ხარ სუნთქვაზე, შემდეგ ნაბიჯზე, იმ ულამაზეს განთიადზე, რომელიც თოლს ვარდისფრად და ოქროსფრად ღებავს. შემდეგ მოულოდნელად მეხის მსგავსი ხმა. ზემოთ იყურები ზუსტად იმ დროს, რომ დაინახო თეთრი კედელი, რომელიც 70 მილი-საათში სიჩქარით შენსკენ მოიწევს. ყინულის ფირფიტა ზედა ჯგუფებს გილიოტინივით დაეჯახა და ანკერებიდან ჩამოაგდო ისინი. როცა ის ალპინისტები დაეცნენ, მათი სხეულები კიდევ ერთ მასიურ ზვავს გამოიწვია, რომელიც 500 ფუტის სიგანეზე იყო და კიდევ უფრო მეტი ადამიანი წაიღო დაქანებულ ფერდობზე. მხოლოდ რამდენიმე წამში 7 ასვლა სრულ ქაოსად გადაიქცა. ალპინისტები, რომლებიც რამდენიმე წამით ადრე მყარად იყვნენ ერთმანეთზე მიბმუნი, ეხლა უკონტროლოდ ეცემოდნენ მთაზე, ტონობით მოძრავ თოვლში, ყინულსა და ქვებში მოხვედრილები. დრილები. როდესაც მაშველები საბოლოოდ მივიდნენ, სცენა დამანგრეველი იყო. 9 ალპინისტი გარდაიცვალა, მათ შორის როჯერ პეინი. კიდევ 9 ადამიანი დაშავდა, ზოგი ძალიან მძიმედ. დანარჩენებმა ან თოვლიდან თავის დაღწევა მოახერხეს, ან საკმარისად გაუმართლათ, რომ ზვავში არ მოხვდნენ. ზოგიერთი მსხვერპლი ჯერ კიდევ თოკებით იყო ერთმანეთთან შეკრული, სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ ქაოსურ ამბავში პატარა გადახვევა. თუ გსურთ ნედლი დაუმუშავებელი ისტორიები, რომლებიც აქ ვერ გვაჩვენებია, შემოუერთდით Extreme-ის საზოგადოებას Patreon-ზე. შეხვედრამდე ნამდვილი Extreme-ზე. სამაშველო ჯგუფებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ იმ დილით თოვლის მდგომარეობა სრულიად ნორმალური ჩანდა. თოვლის ზვავის შესახებ გაფრთხილება არ გამოცემულა, მაგრამ ის, რასაც ვერავინ ხედავდა სიბნელეში, იყო ის, რომ წინა დღეებში ძლიერი ქარები ჩუმად ქმნიდა დამალულ, არასტაბილურ ყინულის ჯიბეებს მარშრუტის მაღლა. თვით ყველაზე გამოცდილი მთამსვლელებიც კი, როგორიცაა როჯერ, ვერ ამჩნევდნენ ამ უხილავ საფრთხეებს, სანამ ძალიან გვიანი არ ხდებოდა. იმ მომენტში მონბლანმა მთამსვლელთა სამყაროს მკაცრი სიმართლე შეახსენა. გამოცდილება ყოველთვის არ გიცავს და ზოგჯერ მთები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გიტევენ. როგორც ბევრი მთამსვლელი ამბობს, მთები წარსული მიღწევებისთვის ქულებს არ ანიჭებენ. ეს გაკვეთილი პეინს უდავოდ უამრავ სტუდენტს უსწავლებია. და ბედის სასტიკი ირონიით, ეს გაკვეთილი საბოლოოდ მის სიცოცხლეს შეიძირავდა. როგორც არ უნდა იყოს ეს სამწუხარო, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მონბლანი აღფრთოვანებულ 7 ალპინისტებს სასტიკ გაკვეთილებს ასწავლიდა. მხოლოდ 4 წლით ადრე მთავისი ბუნება ერთ ქაოსურ წამში გამოავლინა, რაც დღემდე სდევს გადარჩენილებს.
ეს იყო 2008 წლის 24 აგვისტოს დილის 3 საათის შემდეგ. მაგლა Call Du Meris ზღვის დონიდან თითქმის 12,000 ფუტის სიმაღლეზე აგიდე მედისის მკვეთრი ფერდობის ქვემოთ. კოსმიკის ქოხში ჩუმი ენერგია ტრიალებდა. შიგნით მთამსვლელები მთელი ევროპიდან იკრავდნენ ქურთუკებს, იკრავდნენ ჩექმებს და ამოწმებდნენ თოკებს. ეს ქოხი, რომელიც დაახლოებით 11,800 ფუტის სიმაღლეზეა განთავსებული, მთავარი საწყისი წერტილია ყველასთვის, ვინც მონ ბლანის დაპყრობას ცდილობს ცნობილი სამინთის მარშრუტით. თითქმის 50 მთამსვლელი გავიდა თხელ გაკინულ ჰაერში. მათი თავზე დამაგრებული ფანრები თოვლზე მერკევ წრეებს აჩენდა, როცა ისინი პატარა ჯგუფებად თოკებით ებმებოდნენ ერთმანეთს. მათგან უმეტესობას ერთმანეთის სახელები არ იცოდა, მაგრამ იმ დილის საათებში ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ. გადაეკვეთათ მონ ბლანდუ ტაკული და მონ მადი და იქნებ, უბრალოდ იქნებ, ალპების უმაღლეს მწვერვალზე მდგარიფდნენ მზის ამოშვისას. თუ არასდროს ყოფილ ხარ მთებში განთიადამდე, ეს უცნაური გამოცდილებაა. სამყარო სრულიად ჩუმია და ერთადერთი ხმაა კრამპონების ჭრაჭუნი, რომლებიც ძველ თოვლში ეჭრება. სიცივე ჰაერს თითქოს კრისტალებად აქცევს. შენი სუნთქვა ორთქლის ღრუბლებს ქმნის, რომლებიც შენი შუბლის ფანრის გარშემო უძრავად კიდია. ყველა შენს გარშემო ფრთხილად მოძრაობს სიცივეში, ორთქლის ღრუბლებს ამოისუნთქავს, რომლებიც მათი შუბლის ფანრების შუქში უძრავად კიდია. ეს არის აღფრთოვანების, ნერვიულობის და ნდობის ნაზავი. ყველას ჯერა რომ თუ ბილიგს გაყვებიან, თუ ერთმანეთს თოკით დაუკავშირდებიან, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მზის ამოსვლას ღრუბლებზე ზემოდან იხილავენ. თამსველებიდან არც ერთმა არ იცოდა, რომ მათ ზემოთ საფრთხე ჩუმად გროვდებოდა. ბინის კორპუსის ხელა მყინვარის ყინულის ნაგლეჯი, რომელსაც მთამსვლელები სიროქს უწოდებენ, ნელა იბზარებოდა. ეს ყინულის წარმონაქმნები ცნობილია თავიანთი არასტაბილურობით. ისინი შეიძლება 10 წლების განმავლობაში იდგნენ, ან გაფრთხილების გარეშე ჩამოიშალონ. იმ დილით სიროქმა მეორე ვარიანტი აერჩია. ეს გაფრთხილების გარეშე მოხდა. ერთი წამით მთამსვლელები ფრთხილად მიიწევდნენ ზევით. შემდეგ კი სიბნელეში ღრმა, მტვრევის ხმა გაისმა, როცა უზარმაზარი სიროქი აფეთქდა. ტონობით ყინული გრიალით დაეშვა დაქანებულ ფერდობზე, პირდაპირ შეეჯახა რამდენიმე მთამსვლელთა ჯგუფს და მყისიერად გამოიწვია უზარმაზარი ზვავი, რომელმაც მთელ მარშრუტზე გადაუარა. ფოლდ რამდენიმე წამში ფარანები, რომლებიც მთაზე ამავალ ვარსკვლავების რბილ ჯაჭკ გავდა, უბრალოდ გაქრა, მოძრავლმა თოვლის, ყინულისა და ნამსხვრევების კედელმა შთანხა ისინი. იმ თამსველებისთვის, რომლებიც ზვავის გზაზე აღმოჩნდნენ, რეაგირების დრო არ იყო. ზოგმა იგრძნო, როგორ ჩაუთხდათ მიწა ფეხქვეშ, ზოგმა კი მხოლოდ ზემოდან მომავალი თეთრი მასა დაინახა. ზოგი ფეხზე დააგდეს და დაქანცეს. დაქანებული თოვლით სუნთქვა და მოძრაობა ვეღარ შეძლეს. არ იცოდნენ, ოდესმე შეჩერდებოდნენ თუ არა. როდესაც ბოლოს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა და მთებმა სიმშვიდე დაიბრუნეს, გადარჩენილებმა როგორც შეეძლოთ, თოვლიდან ამოყვინთეს, გარშემო თანაგუნდელები ეძებეს, სიბნელეში სახელებს ყვიროდნენ. ზოგი იღბლიანი აღმოჩნდა. ისინი მთავარი ზვავის გარეთ იყვნენ და სხვების დახმარებაც შეძლეს. მაგრამ სხვებისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო. როცა თოვლი ჩაწყნარდა, სამაშველო ჯგუფები მაშინვე შევიდნენ. მაგრამ რეალობა სასტიკი იყო. იმ დილით 8 მთამსვლელმა დაკარგა სიცოცხლე. 4 გერმანიიდან, 3 შვეიცარიიდან და 1 ავსტრიელი გიდი. კიდევ 7 დაშავდა, ზოგს მძიმე ჭრილობები ჰქონდა. მათი აღჭურვილობა, თოკები და ცულები ყველგან იყო მიმოფანტული, ღრმა თოვლში ჩახლართული. ოფიციალურმა ანგარიშებმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ იმ დღეს პირობები სრულიად ნორმალური ჩანდა. ზვავის შესახებ გაფრთხილება არ ყოფილა. სიროკის ჩამოშლა მოულოდნელი იყო. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მონბლანზე მაშინაც კი როცა ყველა საჭირო უნარი და გამოცდილება გაქვს, ზოგიერთი საფრთხე არც ჩანს და არც თავიდან აცილება შეიძლება. დღემდე თუ შამონის ველიდან მონბლან დიუ ტაკულს ახედავთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დაინახოთ ის ნაიარევი, რომელიც იმ ზვავმა დატოვა. ეს არის მკვეთრი შეხსენება იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი წამებში შეიცვალოს მთაში, რომელზეც ბევრი ოცნებობს ასვლას, მაგრამ ძალიან ცოტას ესმის მისი ნამდვილი არსი. მაგრამ მონბლანის მომაკვდინებელი რეპუტაცია 21 საუკუნეში არ ჩამოყალიბებულა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე აღჭურვილობა, სატელიტური პროგნოზები და მყისიერი კომუნიკაცია გაჩნდებოდა, მთა უკვე თავის სისხლიან ისტორიას წერდა. 1964 წლის 7 ივლისს 7 ფრანგი ალპინისტი გაემართა ახუი ვერდის დასალაშქრად. ეს არის 13524 ფუტის სიმაღლის მწვერვალი მონბლანის ქედზე. მათ შორის იყო შარლ ბოზენი, ეროვნული გმირი, რომელმაც 1960 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მშობლიურ ქალაქ შამონში სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი სლალომში 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლები კომბინირებულ დისციპლინაში, როგორც 1956, ასევე 1960 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე.
31 წლის ასაკში ბოზენი ფიზიკური ძალისა და პოპულარობის პიკში იყო და გადაწყვიტა, რომ სპორტული სათხილამურო კარიერიდან ალპინიზმზე გადასულიყო. თამსვლელთა ჯგუფში, რომელშიც ის იყო, ასევე შედიოდნენ რეგიონის წამყვანი მთის გიდები, თითოეულ სამ ფერდობებზე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ინდილით ამინდი თითქმის იდეალური ჩანდა ასასვლელად. ცაში მოწმენდილი იყო ალპებზე და თოვლი მზის შუგზე ბრწყინავდა, როცა გუნდი მთის ციცაბო ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე მიიწევდა. ისინი სტაბილურად ადიოდნენ, უსაფრთხოებისთვის ერთმანეთზე თოკით იყვნენ მიბმულნი და ფრთხილად მიიწევდნენ წინ. გვიანი დილისთვის ჯგუფი თითქმის მწვერვალთან იყო, მიზნამდე სულ ცოტა მანძილი რჩებოდათ. წარმოიდგინე ის დილა. მოწმენდილი იყო, მზე უკვე ათფობდა თოლს, როცა გუნდი თოლში საფეხურებს კვეთდა და სულ უფრო მაღლა მიიწევდა. ჰაერში აუცილებლად იყო აღტაცების შეგრძნება. ისინი ხომ მწვერვალთან ახლოს იყვნენ, სულ რამდენიმე ასეული ფუტი რჩებოდათ გასავლელი. შეიძლება ხუმრობა გაცვალეს, ან უბრალოდ სუნთქვისა და ნაბიჯების რიტმს მიყვებოდნენ. თითოეული ენდობოდა თოქს და იმ მეგობრებს, ვისთანაც იყო დაკავშირებული. მინდა წარმოიდგინო ის მომენტი. საათობით ადიოდი, კუნთები გეწვის. მაგრამ თითქმის მისულ ხარ, მწვერვალი უკვე ჩანს. და მერე ის ხმა გესმის, ის საშინელი, ეჭვგარეშე ამოსაცნობი ხმა, რომელსაც ყველა მთამსვლელი ეშინია. მოულოდნელად მათ ფეხქვეშ მიწა მოძრაობას იწყებს. ზემოდან უზარმაზარი თოვლის ფენა მოსწყდა და პირდაპირ მათკენ მოემართებოდა. რეაგირების დრო ავარ იყო. ზვავის დარტყმამდე წამებში იმ თამსვლელებმა ზუსტად იცოდნენ, რა უნდა მომხდარიყო და ასევე იცოდნენ, რომ აბსოლუტურად ვერაფერს გააკეთებდნენ მის შესაჩერებლად. ზვაომა ყველა 7 მთამსვლელი ფეხქვეშ გამოაცალა და ისინი 3000 ფუტზე მეტ მანძილზე გადააგორა ქვებზე, თოლსა და ყინულზე, სანამ ულზე, სანამ დაბლა არჟენტიერის მყინვარზე არ შეჩერდნენ. მათგან არც ერთი გადარჩენილა. რაც ამ ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ისაა, რომ დღევანდელი ცოდნით ეს კატასტროფა თავიდან ასაცილებელი იყო. 1964 წელს მთამსვლელებს არ ჰქონდათ ცდომა დეტალურ ზვავების პროგნოზებზე ან თოვლის სტაბილურობის რეალურ დროში ინფორმაციაზე. დღეს თიჯგუფები ეყრდნობიან ისეთ რამეებს, როგორიცაა თოვლის საფარის ანალიზი, ზვავების ბიულეტენები და უკეთესი ამინდის მონაცემები, რათა შეამჩნიონ გაფრთხილების ნიშნები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის აშკარა არ არის. ერთ-ერთი ფაქტორი, კერძოდ კი ის, თუ როგორ შეიძლება ახალი თოვლი სწრაფად გახდეს არასტაბილური, მხოლოდ მცირე ტემპერატურის მატებით, არის ის, რასაც გიდები ახლა ძალიან ყურადღებით აგვირდებიან. მაგრამ 1964 წელს ზვავების მეცნიერება ჯერ კიდევ პრიმიტიული იყო. თამსვლელებს არ ჰქონდათ საშუალება ცოდნოდათ, რომ ისინი ტიკტიკებადი ბომბის თავზე მიდიოდნენ. ჩარლზ ბოზენის ოლიმპიური მიზანდასახულობაც კი ვერ გადაარჩენდა მას ფიზიკისგან. მთა არა წარმოებს მოლაპარაკებებს, ის კომპრომისზე არ მიდის, ის უბრალოდ მოქმედებს. და მთელი უნარი, სახელი და ძალა მსოფლიოში არაფერს ნიშნავს, როცა ტონობით თოვლი 70 მილი საათში სიჩქარით გიახლოვდება. 10 წლეულები გავიდა, მაგრამ მონბლანი არ გამხდარა უფრო კეთილი. ზოგჯერ სწორედ პატარა უხილავი შეცდომებია ყველაზე დამანგრეველი ტრაგედიების მიზეზი. ერთი არასწორად დადმული ფეხი, ერთი მოშებული ხრახნი, ერთი დაღლილობის წამი და სწორედ ეს მორედეს მოხდა 2014 წლის 12 აგვისტოს. თუ იმ დღეს არჟენტიერის თავშესაფარში ყოფილიყავით, ნახავდით 6 მთამსვლელის ჯგუფს, რომლებიც განთიადამდე ემზადებოდნენ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა პატივსაცემი გიდი ეროვნული გარე აქტივობების ცენტრის კავშირისგან, რომელიც მოკლედ UCPA-ად იწოდება. ეს არის ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც გარე სპორტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის და ეს ასვლა UCPA-ის მოწინავე კურსის ნაწილი იყო. განწყობა საქმიანი, მაგრამ ოპტიმისტური იყო. ეს არ იყო მათი პირველი გამოცდილება მყინვარზე, სულაც არა. გეგმა მარტივი იყო. აიჰო ნაგი დარგანტიერი, მონბლანის მასივის ერთ-ერთი ყველაზე ამაყი მწვერვალი. შემდეგ კი ჩამოსულიყვნენ მანამდე, სანამ დღის სიცხე ტინულს არ დაარბილებდა. ქაღალდზე მარშრუტი, რომელსაც ისინი გადიოდნენ, გლასიერ და მილიუ, განსაკუთრებულად საშიში არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ კლასიკური თოვლიანი ასვლა, საიდანაც მონბლანის განსაცვიფრებელი ხედები იშლებოდა. ისინი დილის 4 საათზე გაემართნენ. მზის ამოსვლამდე კარგახნით ადრე, თავზე დამაგრებული ფარებით, რომლებიც სიბნელეში ირხეოდნენ. მყინვარი უსასრულოდ გრძელი ჩანდა. სიჩუმეში მხოლოდ კრამპონების ხრაშუნი და თოკების ხელთათმანიან ხელებში ჩურჩული ისმოდა. იმ დროისთვის, როცა მზე ზედაფერდობების გათბობას იწყებდა, ჯგუფს უკვე 1000-ობით ფუტი თოვლიანი გზა ჰქონდა გავლილი და მწვერვალის ქედისკენ მიიწევდა. ისინი ყველანი თოკით იყვნენ ერთმანეთთან შეკრვლები და ერთდროულად მოძრაობდნენ. ალპინიზმის ამ სტილს მთამსვლელები simul climbing-ს უწოდებენ.
ეს უფრო სწრაფია ვიდრე ყოველი მონაკვეთისთვის დამაგრება, მაგრამ ნიშნავს, რომ ყველა სულად ენდობა ერთმანეთს. თუ ერთი ადამიანი ჩამოვარდება, მთელი გუნდი საფრთხეშია. მაგრამ ასე დილას, როცა მთა ვარდისფრად და ოქროსფრად ანათებდა, ეს ჩაულებრივად თითქმის უსაფრთხოდ გრძნობოდა. და გახსოვდეთ, ესენი არ იყვნენ მოყვარულები, ისინი პროფესიონალები იყვნენ. ყველა მონათხრობის მიხედვით აქამდე ყველაფერი წესების მიხედვით მიდიოდა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. და მერე ისინი უბრალოდ გაუჩინარდნენ. როცა იმ ღამით მთის თავშესაფარში მისვლის დრო გააცდინეს, დაიწყო ვერტმფრენით საძიებო ოპერაცია. ოჯახებმა უკვე იცოდნენ, რომ რაღაც არასწორად იყო. არსებობს განსაკუთრებული შიში, როცა მთებში შენთვის ძვირფასი ადამიანი იგვიანებს. ყოველი გასული საათი გულზე მძიმე ტვირთივით გაწვება სუნთქვას გირთულებს, იმედის შენარჩუნებასაც კი. ტელეფონზე რეკავ, შეტყობინებებს ტოვებ, მაგრამ გულში უკვე ყველაზე ცუდს გრძნობ. საათობით ძებნის შემდეგ ვერტმფრენებმა საბოლოოდ ყველაზე ცუდი დაადასტურეს. მთის ქვეშ, მყინვარის ქვედა ნაწილში 5 ცხედარი მიმოფანტული იპოვეს. დიდი ღრმად ნაპრალში აღმოჩენეს, ჯერ კიდევ ალპინისტურ თოგზე მიმაგრებული. ჯგუფი თითქმის 250 მეტრი, დაახლოებით 80 სართულიანი ცათამბჯენის სიმაღლე ჩამოვარდა მყინვარის ციცაბო ფერდობზე. ვერც ერთი გადარჩა. რა მოხდა? თამ თავისი საიდუმლოებები შეინარჩუნა. არც მოწმეები იყვნენ, არც გადარჩენილები, რომ ამბავი მოეყოლათ. მაგრამ გამონძიებლებმა სავარაუდო სცენარი აღადგინეს და ის შემაძრწუნებლად მარტივია. ზედ მწვერვალის ქვემოთ, ციცაბო და მყარ ყინულზე ყველაფერი შეიცვალა. შეიძლება ეს იყო პატარა ლაქა შავი ყინულის, ან უბრალოდ დაღლილი ფეხი. მაგრამ მოულოდნელად ერთმა მთამსლოვმა ფეხი დაუცდა. თოკი მკვეთრად დაიჯიმა. წამში ყველა 6 ბალანსიდან ამოვარდა. მათი საერთო კავშირი ეხლა მათ საერთო დაღუპვად იქცა. და თვალის და ხამხამებაში ყველა პირდაპირ საბოლოო დანიშნულებისკენ გაემართა. ეს არის არჩევანი, რომელსაც ვაკეთებთ და ის წვრილი ზღვარი, რომელსაც ისინი ქმნიან, რაც განსაზღვრავს შენს ბედს მონ ბლანზე. მაგრამ ზოგჯერ, მაშინაც კი როცა ყველა სწორ არჩევანს აკეთებ, როცა ყველაფერს წესების მიხედვით აკეთებ, მთა მაინც შენს წინააღმდეგ ტრიალდება. ეხლა მე გაჩვენეთ ზვავები, რომლებიც გაფრთხილების გარეშე მოდის. იამბეთ სიროკის ჩამოშლაზე, რომელსაც ვერავინ წინასწარ მეტყველებს. აგიხსენით, როგორ შეიძლება ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ყინულზე კატასტროფამდე მიგიყვანოთ. მაგრამ მონბლანის მომოკვდინებელი ბუნების კიდევ ერთი მხარე არსებობს, რომელიც შეიძლება ყველაზე ვერაგი იყოს. მთის უნარი დაგაჯეროს, რომ დაამარცხე იგი ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაფერს წაგართმევს. მოგცემთ მაგალითს, რას გულისხმობ. 2009 წლის 11 იანვარს რობი და მის მეგობარი ჯეიმს ატკინსონი დილით ადრე გაიღვიძეს შამონიში, საფრანგეთში. ისინი ასვაზე იყვნენ წასულები კიდევ 2 მეგობართან ერთად, ჯეიმს ჰუპერთან და რიჩარდ ლე ბონთან. დილა სუფთა და ცივი იყო, ალბათ 0-ზე ბევრად დაბალი ტემპერატურით. ზემოთ ცა მოწმენდილი იყო. წინა ღამით 4 მეგობარმა ასვლის ვარიანტებზე ისაუბრა, მაგრამ დილით ისინი 2 ჯგუფად გაიყვნენ. ჰუპერმა და ლე ბონმა გადაწყვიტეს, რომ პირობები საეჭვოდ გამოიყურებოდა და იმ დღეს სერიოზული ასვლა არ ეცადათ. მაგრამ რობი და ჯეიმსი მოუთმენლად ელოდნენ საკუთარი თავის გამოცდას ჟერვასუტი კურუაზე, რომელიც მონ ბლან დუტაკურის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ციცაბო და ტექნიკური ყინულის მარშრუტია. ჟერვასუტი კურუა დამწყებთათვის არ არის. ეს ცნობილია თავისი სირთულით, მარშრუტის ზოგიერთი მონაკვეთი კი თითქმის 50 გრადუსამდე ციცაბოა. ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ ალპინისტებს, რომ მათ ჰქონდეთ მეოთხე ან უფრო მაღალი კატეგორიის ყინულზე ცოცვის გამოცდილება, სანამ ამ მარშრუტს ცდიან. მაგრამ რობი ჩვეულებრივი ალპინისტი არ იყო. ბოლოს და ბოლოს ეს ის ახალგაზრდა კაცი იყო, რომელმაც მხოლოდ 19 წლის ასაკში მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე დადგა ფეხი. ადამიანი, რომელმაც ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე იარა. თუ ვინმეს ჰქონდა მთებში თავდაჯერებულობის უფლება მოპოვებული, ეს რობ გონლეტი იყო. ისინი ადრე წავიდნენ, სანამ სხვები გაიღვიძებდნენ, რადგან სურდათ წინ წასულიყვნენ, სანამ ყინული კიდევ მყარი იყო. მათ სწრაფად ასვლა ჰქონდათ დაგეგმილი, ყურადღებას ამახვილებდნენ ეფექტურობაზე და არა ზედმეტად ბევრი დამცავი აღჭურვილობის დამაგრებაზე. სწრაფად და მსუბუქად, ალპინისტის დევიზია. სანამ მათი მეგობრები ეძინათ, რობი და ჯეიმსი კურუაზე ადიოდნენ. დღე ნათდებოდა. ღრუბლები იფანტებოდა და იმ განსაკუთრებულ ალპურ ცისფერს აჩენდა, რომელიც სხვაგან არსად არსებობს. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ყინულსა და თოლზე, 2 პატარა ფიგურა მონ ბლანის უსასრულო თეთრ სივრცეზე. და შემდეგ არაფერი. არც რადიოზარი, არც ტექსტური შეტყობინების პასუხი, არც ქოხში დაბრუნება. შამონიში მათი მეგობრები მაშინ შეშფოთდნენ, როცა ნაშუადრევს ვეღარ დაუკავშირდნენ რობსა და ჯეიმს. ჯეიმს უპერმა მთის სამაშველო სამსახურს მიმართა, მაგრამ საშინელი ამბავი მიიღო. იმ დილით ჟერვასუტის კორიდორში 2 თამსველის ცხედარი იპოვეს. ისინი დაახლოებით 2000 ფუტიდან ჩამოვარდნილამ. რა მოხდა ეგ ზემოთ? არავინ იცის ზუსტად რა მოხდა.
არც მოწმეები იყვნენ და არც გადარჩენილები, რომ ამბავი მოეყოლათ. შესაძლოა ეს იყო მოშვებული ყინულის ნაჭერი, რომელიც ჩამოიშალა. შეიძლება კრაპონი მყარ ყინულზე დაუწურდა, ან იქნებ დაღლილობის წამმა ერთი შეცდომა გამოიწვია. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, როგორც კი იმ ციცაბო ფერდობზე დაცემა დაიწყეს, შეჩერება აღარ შეიძლებოდა. თის სამაშველო ჯგუფმა შამონისში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ნათელი და მზიანი იყო და მთავრსვლელები კარგად იყვნენ აღჭურვილნი, რაც კატასტროფულად ცუდად დასრულდა. მათი სიტყვებით, საიდუმლოა თუ როგორ დაიღუპნენ ისინი. ერთი თეორიის მიხედვით, ერთმა მთავრსვლელმა ფეხი დაუცდა და რადგან ერთმანეთზე იყვნენ დაბმულნი, თან გაიოლა თავისი პარტნიორი. გამოძიება მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ისინი ჩამოვარდნენ, მაგრამ მიზეზი ვერ დაადგინა. იფიქრებდი, ამდენი ისტორიის მოსმენის შემდეგ მთავრსვლელები მონბლანს მოერიდებოდნენ, ხომ ასეა? არასწორი. ყოველ წელს 20,000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს მის მწვერვალზე ასვლას. 20,000. ეს თითქმის 60 ადამიანია ყოველდღიურად სამთო სეზონის განმავლობაში. და ამ ხალხმრავლობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ერთ ცნობილ შემთხვევაში 2017 წელს მთავრსვლელმა თავისი 9 წლის ვაჟი მარტო დატოვა მთაზე, სანამ თვითონ მწვერვალის დასაპყრობად წავიდა. როცა ამინდი გაუარეს და მაშველებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოუწიათ ბავშვის გადარჩენა. 2019 წელს აგვისტოში ერთ დღესვე 150 ადამიანმა სცადა მწვერვალზე ასვლა. ადგილობრივი მერები ხელისუფლებას სთხოვენ შემოიღონ ნებართვები და კვოტები, რათა ასვლა შეზღუდონ. 2020 წელს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევების სერიის შემდეგ სენ-ჟერვეს მერმა ჟან-მარკ ბაიემ მონბლანის ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტის დასაწყისში ოფიციალური ნიშნული განათავსა. მას ეწერა ნაწილობრივ: ყურადღება, ალპინიზმი სერიოზული საქმეა, სადაც უნდა შეგეძლოს სიკვდილს პირისპირ შეხვდე და მიიღო. მონბლანის მწვერვალზე ასვლა თავისუფალია, მაგრამ სიკვდილი და სხვისი სიკვდილის გამოწვევა არაა. აი ამიტომ ფიქრობ, რომ მონბლანი ყველაზე საშიში მთაა მსოფლიოში. არა იმიტომ, რომ ყველაზე მაღალია, ყველაზე ციცაბოა, ყველაზე ცივია ან ყველაზე შორსაა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს გონია მარტივია. ის გაძლევს საშუალებას, რომ საბაგიროდან 12,000 ფუტის სიმაღლეზე ისე გადმოდგა ფეხი, თითქოს სავაჭრო ცენტრიდან გამოდიხარ. ის ხიბლავს პრიალა ბუკლეტებით, სადაც ნათელითაა და თოვლიანი, მსუბუქად დაქანებული ფერდობებია გამოსახული. ნახე, რა ახლოს ვარ. ნახე, როგორი ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, შენს შეძლებ. და როცა მთა ბოლოს პასუხობს, თავისი ზვავებით, სერაკებით, ქარიშხლებით, ნაპრალებით, დანაკარგებით, უკვე ძალიან გვიანია. იმ ხუთ ისტორიაში, რაც დღეს გაგიზიარეთ, 32 ადამიანი დაიღუპა. 32. დაფიქრდით ამ რიცხვზე ერთი წამით. გამოცდილი გიდებიდან ოლიმპიურ ჩემპიონებამდე, თინეიჯერი ვანდერკინდებიდან კვირის ბოლოს მოყვარულებამდე, ყველა ისინი ახლა მთის მუქი ისტორიის ნაწილი არიან. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე მონბლანის ფოტოს გაჩვენებთ და გითხავთ, რა მაგარი იქნებოდა ოდესმე ამაზე ასვლა, არა? გაიხსენეთ ეს ისტორიები. გაიხსენეთ, რომ ამ იდეალური საფოსტო ბარათის სცენის მიღმა იმალება მთა, რომელმაც წლების განმავლობაში ასობით, ალბათ 1000 ციცოხლე ციცოცხლე შეიწირა. და თუ აღმოჩნდებით იქ, როგორც ბევრს ემართებდება, მიუახლოვდით თავმდაბლობით, მონზადებით და იმ ცოდნით, რომ ზოგჯერ მონბლანის ფერდობებზე ესეც კი არ არის საკმარისი. მადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. დარჩით მამაცად და იცხოვრეთ გამბედავად.